ოჯახის წევრები ჭამდნენ ერთმანეთს და ამ ჭამას იწყებდნენ ყველაზე მცირე ასაკის ადამიანისგან. და მორალური არგუმენტი ჰქონდათ, რომ უფროსებს მაინც გადაარჩენდნენ. მაგალითად უფროს შვილებს. და ის არ იყო ერთი-ორი შემთხვევა, ის იყო მასიურად ქალაქებში და სოფლებში. შეიძლება არ დაიჯეროთ ეს ინფორმაცია და იფიქროთ, რომ ამდენი ადამიანი ვერ გაგიჟდებოდა და ერთი-ორი შემთხვევა თუ არის, ან მე ვაზვიადებ, ან ისტორიაშია გაზვიადებული ან ამი. და შეუძლებელია მილიონობით ადამიანი ეგრე გაგიჟდეს, რომ ეგეთ კანიბალიზმზე გადავიდეს ოჯახის წევრების. და ეგ ლოგიური არგუმენტია, მაგრამ ნეტა ეგრე იყოს. სამწუხაროდ ამ ყველაფრის მტკიცებულებები არსებობს ვიდეოები, ფოტოები, წერილები, თვითონ კომუნისტების აღწერები, მილიციის რეპორტები და დოკუმენტები, თვითონ მილიცია გამოავლინა ათასობით ასეთი ფაქტი, რაც პროპაგანდის გადამუშავებული კიდე. ხო და ათასობით ასეთი ფაქტის დაფიქსირება რომ მოუწიათ ოფიციალურად მილიციაში, რომელიც კიდე ჩაკორექტირებული იყო დიდად. მაგის მიღმა რა ხდებოდა წარმოიდგინეთ. რაც არ აღწერეს, რაც ვერ აღწერეს, რაც დამალეს. ისტორიაში ხომ ძალიან ბევრი სისასტიკე ექსმენიათ, რაც უშვება დამპყრობელი ქვეყანა დაპყრობილს. ვაზი აუშეხიათ, მარილი მოუყრიათ მიწაზე, რომ იმ მიწაზე ამ დაპყრობილი ქვეყნის შთამომავლობასაც არ გაეხარა. მაგრამ ჰოლოდომორის დროს კომუნისტებმა თავიანთ ხალხს რაც უქმნის ჩემი აზრით ეგეთი არა ადამიანობის მასშტაბი ალბათ არ არსებობს სხვა. ერთი ეგ და მეორე კიდე ჩერნობილი. რადიაციის გაჟონვის შემდეგ ხალხი ძნებოდა პირდაპირ ესე და ალბომი ჩაატარეს ეპიცენტრში ისე ვითომ არაფერი არ ხდებოდა. გერმანელების ჰოლოკოსტი იყო საშინელება, იაპონელებსაც უამრავი არა ადამიანობა აქ ნაკეთები და რავი ბრიტანეთის იმპერიას და ესპანელებს და რავი ყველას. იმიტომ რომ ყველა იმპერიალისტური ქვეყანა იყო ეგენი მით ჩამოთვალილი და კიდე ბევრი არის ჩამოსათვლელი, მაგრამ ზოგმა ევროპელმა დამპყრობელმა დაპყრობილ ქვეყანას სულ ხელები დააჭრა. ცალცალი 1000 სარიზღობა მომხდარა, ხო, მაგრამ ძირითადად ისტორიაში რაც ხდება ესე, ერთი ქვეყანა რომ მეორეზე ძალადობს, ძირითადად არის სულ დამპყრობელი და დაპყრობილი. და კომუნისტები იმიტომ არიზდება ამ პატენში, რაში ხვევი, რომ კომუნისტები უკეთებდნენ ამ ყველაფერს საკუთარ ხალხს. თვითონ იდეოლოგია იყო ისე მოწყობილი, რომ მტერი სხვა ქვეყანა რომ იყოს და სხვა ქვეყნის ძებნა კი არ არის საჭირო და ჩვენ კი არ ვართ მაგრები აქ. მტერი არის იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი თუ აგერ შენ გვერდი ცხოვრობს, ესეც ისეთი მტერია, რომელიც სიკვდილით უნდა დაისაჯოს. კომფორტულად გინდა იცხოვრო, მაშინ შენ მტერი ხარ და უნდა მოგდე. არ გეგონოთ რომ მხოლოდ ფინანსური ამბავი იყო ეს ყველაფერი. განათლებაზეც ეგრე იყო. თუ თქვენ გინდათ განათლებული ყოფილიყავით, თქვენც მოკლავდნენ. განათლებული ფენისგან წმენდაც იყო. დიდრებისგან ხო იყო წმენდა და განათლებულებისგანაც იყო წმენდა. განათლებული კიდე შეიძლება რაღაცა გეგონოთ ტერმინივით, მაგრამ არა. უბრალოდ წიგნების კითხვაც რომ ყარებოდათ, მაინც მოხდებოდით იმ კატეგორიაში მოსაკლავების. ჩვენც უამრავი გენიოსი დაგვიხვიტეს და ვინც გადარჩა იმათაც კიდე კომუნისტების საქებარი რაღაცების წერა უწევდათ. პროპაგანდაში მონაწილეობაც უწევდათ და ამის მიუხედავად მაინც იყო თან რისკი რომ მაინც შეიძლება დაეხვიდათ. დახვედა იცით როგორ ხდებოდა. ადამიანს თავის სახლში რომ ეძინა, მოაკითხავდნენ ღამით, წაიყვანდნენ და იმ ადამიანზე ვერავინ ვეღარაც დროს ვეღარაფერს ვეღარ იგებდა.